აი ამ ადგილზე, სადაც ახლა ჩემი კლინიკა, დედაჩემის მეგობარი ცხოვრობდა და პიონერთა სასახლეში რომ მივყავდი, ხელჩაკიდებული აქ ჩერდებოდა და თავის დაქალს 10 წუთი დაახლოებით ელაპარაკებოდა. იქით წასვლისას, აქით მოსვლისას და ეს ადგილი ჩემთვის არის დედასთან დაკავშირებული. დედა რომ გადამიცვალა 2002 წელს, გადავწყვიტე რომ დედის სახელზე რაღაცა გამეკეთებინა ზუგდიდში. დედის სახელის უგდავსაყოფად მშობლიურ ქალაქში კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა მტკიცედ გადაწყვიტა. დეიდაშვილს თხოვა მათ სახლთან ახლოს იმ ადგილას, სადაც ბავშვობის ტკბილი მოგონება დედას ახსენებდა, შენობის პოვნაში დახმარებოდა. ხედავო რამესო, კაცო, ასე როგორ ზუსტად იმ ადგილზეო, ახლად აშენებული სახლი იყიდებაო. გარემონტებული არ არისო. ზუსტად 16 წლის წინ კარდიოლოგმა ანზორმელია მშობლიურ ქალაქში კლინიკა გული გახსნა. და ეს კლინიკა ეძღვნება ჩემ მშობლებს, ჩემ ნათესავებს, ჩემ მეზობლებს, მასწავლებლებს. ეხლა მე გაგიგეთ. მე რამდენი დღეა? მესამე. დედას მამას კონდა ინფარქტი? ეწევი ციგარეტს? ბებს, ხო? ეხლა ჩვენ აღვადგინეთ დაზიანებული სიძარღვე, მაგრამ თვითონ დაავადება, რომელიც იწვევს შულო ამ სიძარღვების დაზიანებას, ის ორგანიზმში რჩება, ამიტომ წამლები უნდა სვა, რომ არ დაზიანდეს სხვა სიძარღვები, კარგით? ჩვენი დევიზია გულის კურნალი მხოლოდ გულია. თუ პაციენტს გულით არ მიიღებს, თუ პაციენტს გულით არ მოусმენ, დანიშნულებას გულით არ მისცემ, იქ წარმატება გამორიცხული იქნება. გამარჯობათ. ტკივილი ჩამოვიდა კონკრეტის არეში, ანამნეზში 6 წლია დიაბეტია, ინსულინ დამოუკიდებელი. წნევიანი. როგორც ავიძაღლე უნდა იყოს დაბმული მუდმივად, ისე უნდა იყოს წნევა დაბმული, რომ არ უკბინოს ტვინს ინსულტის სახით და გულისყუნც ინფარქტის სახით. ამიტომ გააქვს, არა გაქვს, რომ დაგინიშნავენ, აუცილებლად მიიღეთ წამალი. იყოს, მე თვითონ გაგიგეთ. ტკბილი სიტყვა პაციენტისთვის, რომ სამკურნალო ეფექტს ახდენს, ეჭვი არ ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დატვირთული გრაფიკი აქვს, ცდილობს ყურადღება არც ზუგდიდის კლინიკის პაციენტებს მოაკლოს. გული კარგი. თავი ინფარქტი არა და სიძარღვების უთაკ. 85% შემთხვევაში წნევის მიზეზს ვერც ერთი ექიმი მსოფლიოში ვერ ადგენს. თბილისში იყავი და თბილისში ჩაგიყენეთ სტენდები, როდესაც 73 წლის ვახტანგ შონია მიოკარდიუმის ინფარქტით ანზორმელიასთან 13 წლის წინ თბილისის კლინიკაში შევიდა. მაშინ კორონაროგრაფია სტენტირებით ჩაუტარდა. მას შემდეგ მუდმივად არის ანზორი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ტკივილი რომ დაგეწყოთ, დავუშვათ დილის 9 საათზე. მუდმივად გრძელდებოდა. აჰა, მოგეშვებოდა, მე ისევ დაგეწყობა. ამას აქვს მნიშვნელობა ყველაფერი. მოციმციმე არითმია შეტევები გაქვთ ალბათონო? ამაყობს, რომ თანამედროვე სტანდარტებით უახლესი ტექნიკით და აპარატურით აღჭურვილი ზუგდიდის კლინიკა პაციენტების სრულ მომსახურებას წლებია წარმატებით ახერხებს. პირველი იყო ზუგდიდში, მე რომ დავდგი ამ კლინიკაში, წარმოგიდგენიათ, ხალხი ქუთაისში მიდიოდა კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ეხლა ფიქრობ, ნუ თუ ეს მე შევძელი, ნუ თუ მე ეს გავაკეთე. ფული არ მქონდა არასოდეს, მაგრამ აი ჩემი ძმაკაცი მეუბნება, ბიჟი ხარო. მე რომ ამხელა მალი მქონდესო კრედიტიო, გული გამისკდებაო და შენ იღებ და იღებ, მაგრამ მიდიხარ წინ და წინო. სხვანაირად შეუძლებელია დღეს თუ არის მოძრაობა და მოძრაობა ჩემოთერგო, ხომ გახსოვთ რომ აი იქიდან მაქვს ეს ჩარჩენილი. თუ არის მოძრავე, თუ ყოველდღიურად რაღაც ახალი არ შემატე, მაშინ შენ საქმე ცუდად არის. რას ვიფიქრებდი მე რომ ამ სიბერეში ვიქნებოდი ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მაგრამ რა ბედნიერი ვარ თქვენ არ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ
როგორ უნდა მოვყარიყავი ისე რომ არ მენახა ის სიყვარული, ის დათესილი სიკეთის პასუხი, რასაც მე ყოველდღიურ შეხვედრებზე ვგრძნობ. აი საზღვარზე, შორეულ სოფლებში ხალხს რომ ხვდები, მე თქვენთან ვარ ნამკურნალები, მე თქვენთან ოპერაცია გავიკეთე, მე თქვენთან სტენდით ჩავდგი. არ ყოფილა სოფელი, სადაც ჩემი პაციენტი არ ყოფილიყო. ეხო გავუკეთე მაშინ და ჩემი ტელეფონი ერთი წამითაც არ ითიშება. ღამე შუაღამისაც რომ ზარი ირეკება, პირველ ზარზე ვიღებ ტელეფონს. აი ასე იქნება მერობის დროსაც. მერის ძირითადი ფუნქცია რა არის? არის მენეჯერული ფუნქცია. მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით წაიყვანოს. რა გუნდი უნდა შეკრას. რა არის ეს მაგისია? ხუმრობს, რომ მის პაციენტებს სანერვიულო ნამდვილად არაფერი აქვთ. ანზორი ექიმი ყურადღებას მათ მერობის შემთხვევაშიც არ მოაკლებს და სახელმწიფო სამსახურიდან დასვენების დღეებს მათთან ვიზიტებს დაუთმობს.